სოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია მიმდინარეობს. გაეროს ტრიბუნის მიღმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები პირისპირ შეხვედრებსაც მართავენ. მოლაპარაკებები გამართეს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს კიევის სამხედრო პოლიტიკურ მხარდაჭერას, ხოლო კრემლის ფართომასშტაბიანი ომი მალე დასრულდება. მოგვიანებით თეთრი სახლის ლიდერმა მედიის კითხვებსაც უპასუხა. ვიცით, რომ ამ ომის გამო რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ზეწოლა და უფრო მეტი სანქცია. ვიმედოვნებ, ეს ზომები პირველ რიგში მიღებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან. ბატონო პრეზიდენტო, მე მხარს ვუჭერ თქვენს იდეას და მინდა ამის განხილვა. როგორ შევაჩეროთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და როგორ წავართვათ მათ საშუალება შეისყიდონ რუსული გაზი და ნავთობი. მე ვესაუბრე სლოვაკეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ფიქრობ, მათ ალტერნატიული გზები სჭირდებათ და მაშინ მხარს დაუჭერენ ამ იდეას. არ ვარ დარწმუნებული, რომ უნგრელები დათანხმდებიან ამაზრს, მაგრამ სამომავლოდ ვნახავთ, რა იქნება. ბატონო პრეზიდენტო, თვლით თუ არა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, თუ კი ისინი შეაღწევენ მათ საჰაერო სივრცეში? დიახ, ასე ვთვლი. ბატონო პრეზიდენტო, არის თუ არა რაიმე სიახლე თქვენსა და პრეზიდენტ პუტინთან გამართული საუბრის შესახებ? კვლავ ენდობით მას. დაახლოებით 1 თვეში გაცნობებთ, კარგით? ბატონო პრეზიდენტო, თქვენც ისევე გსურთ მისცეთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ამას თქვენი მოკავშირეები აკეთებენ? ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ვიმედოვნებ, შევძლებთ ამაზე მოგვიანებით საუბარს. ჯერ კიდევ ნაადრევია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ბატონო ტრამპ, რა გინდათ უთხრეთ პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც უარს ამბობს რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებაზე? ის ჩემი მეგობარია, მასთან არ მისაუბრია, თუმცა მაქვს წინათ გრძნობა, რომ რომ გამეკეთებინა, ის შეჩერდებოდა. როგორ ფიქრობთ, რა პროგრესი მიაღწიეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, მას შემდეგ, რაც ბოლოს შეხვდით პრეზიდენტ ზელენსკის? ყველაზე დიდი წინსვლა გვაქვს იმ მხრივ, რომ როგორც იცით, ახლა რუსული ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია. ის ინგრევა. სიმართლე გითხრათ, უკრაინა ბრწყინვალით უმკლავდება ასეთი უზარმაზარი არმიის შეჩერებას. ეს უბრალოდ შთამბეჭდავი და გამაოგნებელია. ეს ომი 3-4 დღეში უნდა დასრულებულიყო. ხალხი იძახდა, რომ ყველაფერი ძალიან მალე მოხდებოდა. დიდი მოწიწება უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ჯარისკაცებისა და ყველასადმი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ეს ახლაც გრძელდება და ეს ყველაფერი რუსეთისთვის ცუდია. რუსეთი არც ისე კარგად გამოიყურება, რადგან 3 წელიწად ნახევარი გავიდა. ამ დროის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს არ დასრულდება. დანია აცხადებს, რომ კოპენჰაგენის აეროპორტის თავზე დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატები. შესაძლოა ეს რუსული საბოტაჟი იყოს. როგორია თქვენი პასუხი? ექნება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს რაიმე ქმედითი პასუხი? პასუხი არ მაქვს, ვიდრე არ გავიგებ ზუსტად რა მოხდა. დაუჭერთ თუ არა მხარს ნატოელ მოკავშირეებს? თქვენ თქვით, რომ გგონიათ, მათ უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავი. გაუწევს თუ არა ამერიკა მათ რაიმე სახის დახმარებას? გარემოებებს გააჩნია, თუმცა იცით, ჩვენ მტკიცებთ გავართ ნატოს გვერდში.